მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლაშა მესხი, იგივე დინამიტი და დღეს მოგიყვებით ამბავს თუ როგორ მოხდი რკენაზე. თავდაპირველად იანვრის შუა რიცხვებში ჩამოვედი მერაბ დვალიშვილთან და ნინა დრამასთან ერთად მორიგ ტურზე და მივიღე ზარი რკენასგან. არა, ეს ყველაფერი ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო და უნდა მოგიყვეთ სულ თავიდან. პირველად ჩემი სპორტული კარიერა დაიწყო ძიუდოთი. ბევრი YouTube-დან მიცნობს როგორც დიდი დინამიტი და ჭარბწონიანობას მაწუხებდა, არ მოგატყუებთ. დაახლოებით, როდესაც 18-19 წლის გავხდი, გადავწყვიტე, რომ დამეწყო YouTube-ი ძიუდოს პარალელურად და დავინტერესდი ამ სფეროთი. გიგა ჭიკაძის პოსტი შემხვდა, სადაც გიგას ეწერა, რომ ის აჩუქებდა მისი ხელმოწერით UFC-ს მაისურს ტოპ 3 ადამიანს, ვინც დაუმონტაჟებდა მას ყველაზე ისეთ ჰაილაითების ვიდეოს მისი ბრძოლებიდან, რაშიც რა თქმა უნდა მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, თავად გიგამ ნახა ეს ჩემი მონტაჟი, მოეწონა, შემეხმიანა და გადმომცა ხელმოწერით UFC-ს მაისური. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი мотиваცია, რადგან გიგა იყო და არის ჩემი ერთ-ერთი ქართველი ფავორიტი მებრძოლი და გადავიღე გიგასთან ერთად ჩემი პირველი YouTube ვიდეო, სადაც მქონდა პატარა Q&A, კითხვა-პასუხის სტილის ვიდეო, მოკლედ გიგასთან ერთად. სალამი ფეთქებათ ხალხს. მოგესალმებით ამერიკიდან, შუაგულ ლოს-ანჯელესიდან და დღეს ჩვენ გამოვიწვევთ მე და ჩემი მეგობარი სტოუნა ქართველ იუთუბერებს. ეხლა კი მოგიყვებით როგორ მოხდი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იუთუბერობის პარალელურად 20 წლის ასაკში გადავწყვიტე მეცა და ბედი და წავსულიყავი ამერიკაში. წავედი სტუდენტური პროგრამით, თავდაპირველად ვცხოვრობდი კალიფორნიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, საიდანაც ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ამეღო გეზი ლოს-ანჯელესისკენ. მოგეხსენებათ 20 წლის ქართველი ბიჭისთვის ძალიან რთულია ამერიკაში თავის დამკვიდრება, ბევრი დაბრკოლება იყო წინ. თავდაპირველად დავიწყე სხვადასხვა სამსახურებში ბედისთა და მუშაობა. მუშაობდი როგორც რესტორანში დამხმარედ, ასევე ჭურჭლის მრეცხავად, ასევე ვიყავი კურიერიც. ამ სამსახურებიდან კი ყველაზე დიდ ხანს ვმუშაობდი ღამის კლუბის დაცვაში, რამაც გადამაწყვეტინა, რომ დამეწყო MMA-ზე ვარჯიში. კლუბის დაცვაში ჩემი პირველივე სამუშაო დღე იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან არასდროს არ მქონდა ჩხუბის გამოცდილება. მოხვდი ესეთ სიტუაციაში, რომ მოხდა ჩხუბი, სადაც რა თქმა უნდა მომიწია ამ ადამიანების გაშველება. ერთ-ერთმა ადამიანმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მე ამომარჩია და მოკლედ შემომიტია. მე თავდაცვითი მიზნით უბრალოდ დავიცავი თავი, წავაქციე, როგორც მახსოვს ეს ადამიანი თან ძალიან ისე ყველანაირი აგრესიის გარეშე და ესე მეჭირა ეს ადამიანი, რომ ვეუბნებოდი, რომ გთხოვ დაწყნარდი, წადი სახლში, დამშვიდდი და როგორც კი ხელი გაუშვი ეს ადამიანი მწვდა ხელში და მიკბინა. სხვათა შორის ამ დღის მერე ავიცერი მეგობრებო ადამიანის ნაკმენზე ვარ აცრილი. ამ ღამესვე მოვიდა ჩემი დაცვის უფროსი, ის ადამიანი რომელმაც პირველად ამიყვანა სამსახურში და მითხრა რომ მე არაერთი ჩხუბის გამოცდილება არ მქონდა და ეს რეალურად ასე იყო. ის კი იყო პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი და შემომთავაზა რომ წავსულიყავი და მევარჯიშა მის დარბაზში. ასე ვეზიარე პირველად შერეულ საბრძოლო ხელოვნებას. დღევანდელ ვიდეოში მანქანას გადავაკეთებთ მოსიარულე აუზა. ასეთი რაღაცა ლას-ვეგასში არავის არა, მარტო მე ვარ. ბევრი მისცემთ როგორც მერაბ დვალიშვილის გუნდელს, ახლა კი მე მოგიყვებით როგორ მოხდი The Machine-ის გუნდში. დაახლოებით წელიწადნახევარი ვცხოვრობდი უკვე ლოს-ანჯელესში, მუშაობდი ღამის კლუბში და პარალელურად ვარჯიშობდი, როდესაც ერთ დღეს შემხვდა Facebook-ზე მერაბ დვალიშვილის პოსტი. ის ეძებდა კონტენტ კრეატორს, გუნდის წევრს, რაზეც მე გამოვიჩინე ინტერესი, გავუკომენტარე, მივწერე და ისე მოხდა, რომ მერაბისგანაც მივიღე პასუხი და მე და მერაბმა დავხოლეთ. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები, ვაჩვენე მას ჩემი პორტფოლიო და იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ბარგი და წავედი ლას-ვეგასში. დავიწყეთ გუნდურად მუშაობა, ვნიდით ბევრ საინტერესო სახალისო კონტენტს მერაბისთვის, ამის პარალელურად კი ვარჯიშობდი Syndicate MMA-ის მოყვარულების გუნდში. ჩემი პირველი ღონისძიება, რომელსაც დავესწარი, იყო UFC 298, სადაც ჩვენი ორი ქართველი იბრძოდა ჰენრი სეხუდო, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, ალექსანდერ ვოლკანოვსკი. ამ ატმოსფერომ უფრო გამიმძაფრა სურვილი, რომ გამხდარიყავი პროფესიონალი მებრძოლი და შემეგრძნო ოქტაგონი მებრძოლის რანგში. ამის შემდგომ უფრო ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში და სამოყვარულო გუნდიდან გადავედი ჯონ უდის პროფესიონალურ გუნდში. 2025 წლის მაისში დამირეკეს და საბოლოოდ მიპოვნეს მოწინააღმდეგე.
წავედი 3 დღით ადრე სან-დიეგოში, კალიფორნიის შტატში და გავმართე ჩემი პირველი სემიპრო ბრძოლა. გავიმარჯვე დესიჟენით და ამ გამარჯვების შემდეგ 1 კვირის თავზე გავმართე მეორე ბრძოლა, სადაც გავიმარჯვე უკვე TKO-ით. დაახლოებით 2 თვის შემდეგ გავმართე მესამე ბრძოლა WFC-ის ორგანიზაციაში და მოვიპოვე ქამარი. ამის შემდგომ კი როგორც გიყვებოდით, ჩამოვედი საქართველოში მერაბ დვალიშვილთან და ნინა დრამასთან ერთად, სადაც ვეხმარებოდი მათ კონტენტის შექმნაში. საქართველოში ყოფნის პერიოდში კი დამიკავშირდნენ კენადან და შემომთავაზეს ჩამეტარებინა ჩემი პირველი პროფესიონალური ბრძოლა. რაზეც მე დავთანხმდი, რადგან კენა არის ახალი სიტყვა ქართულ MMA-ში და ჩემთვის დიდი შესაძლებლობა რომ ვიასპარეზო მაღალ დონეზე ქართული აუდიტორიის წინაშე. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში დარჩენა და ბრძოლისთვის აქ მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ნივთების უმეტესობა დღემდე არის ამერიკაში. მეგობრებო, ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ მოხვდით კენაში. თქვენ კი გელოდებით 14 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ჩემს ბრძოლაზე.